პროპაგანდა საკმაოდ ძლიერია ქართული ოცნებისა თუ ვიქნებით გულახდილნი. პროპაგანდა მოქმედებს, განა არა და მე კი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების უმცირეს ნაწილზე ახდენს გავლენას ქართული რუსული ოცნების პროპაგანდისტური მანქანა, მაგრამ შესაძლოა მე ვცდები არ ვიცით საბოლოო ჯამში, კარგი გავანებოთ ერთ ზუსტავი მსხვილ ქალაქებს, დედაქალაქს მათ შორის რაიონებში რა ხდება, როგორ იჯერებენ ამა თუ იმ ტყუილს და იჯერებენ. არ მინდა ვთქვა, რომ 2 მილიონი ადამიანი იჯერებს მეთქი, არც ის მინდა ვთქვა, რომ 1,100,000 ამორჩეველი იჯერებს მეთქი, მაგრამ 300,000 თუ იჯერებს, ან 350, ან 400 იმ ტყუილებს, რასაც ქართული რუსული ოცნება საზოგადოებას აწვდის, ესეც გულახდილები თუ ვიქნებით, პრობლემაა. ოღონდ მე როცა ვამბობ ქართული რუსული ოცნება აწვდის მეთქი, ესეც საბოლოო ჯამში სრული ინფორმაცია არ არის, FSB აწვდის. FSB ამუშავებს ამა თუ იმ ცნობას და მე უკვე უთარგმნის ქართულად და სპიკერებს ტროლებს, სპიკერებს პროპაგანდისტებს, სპიკერებს ექსპერტებად წოდებულებს, სპიკერებს ჟურნალისტებად წოდებულებს, სპიკერებს რომლებიც შედიან ვითომ მედია რეალურად კი პროპაგანდისტურ არხებზე, სპიკერებს ხელისუფლებიდან, ხელისუფლებად წოდებული ბანდიდან, დეპუტატებად წოდებულებს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს, რომელიც იღვიძებს 8-ზე, 9-15 წუთზე უკვე საუზმეს გეახლებათ და უკვე ფიქრობს იმაზე, რა თქვას რუსული ქართულ საზოგადოებას, როგორ აგინოს დასავლეთს, ასე მაგალითად და 12 საათი თუ მუშაობს, ან 14, ამ 14 საათიდან 13 საათნახევარი ამაზე ფიქრობს და მხოლოდ რა დალებს ამგვარ სპიკერებს და კი გითხარით, მუშაობს გადა არა მეთქი. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქართულ ოცნებას წაგებული აქვს, სრულად წაგებული აქვს საინფორმაციო ბრძოლა უკვე ერთ რომელიმე кейსად იმართებაში, ნიჭიერები ან რუსი ნიჭიერები, ასე ვიტყვი, ისე მოატრიალებენ ხოლმე საქმეს, გაგიკვირდება კაცს. ხო და აი ერთ-ერთი ამბავი მოხდა, გუშინ იყო თუ დღეს თუ არ ვწდები, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში ბატონმა ოსალივანმა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი, რომელიც იწყება მადლობის სიტყვებით, მადლობას გიხდით რომ. და მრავალწერტილი იმისთვის, რომ ეს არის დიპლომატიურ ჩარჩოში, დიპლომატიურ ეტიკეტში ჩასმული, გარდაულად აუცილებელი, დიპლომატისთვის აუცილებელი დიპლომატიური ენა. ამას წერს ყველა კარგი კაცი, ყველაზე ცუდ კაცსაც კი, ყველაზე კარგი ქვეყნის ლიდერი ან დიპლომატი, ყველაზე ცუდი საშინელი ქვეყნის დიპლომატს თუ ლიდერს. ასე იწყება როგორც წესი 1,099,999 წერილი. პრეზიდენტი ტრამპი რო წერს, პირობითად ვლაპარაკობ, ცხადია, სუდანის ხელმძღვანელს ან რომელიმე შეერთებული შტატებისთვის მე-7 ხარისხოვანი ქვეყნის ლიდერს, ასე იწყებს, მე გიდასტურებთ პატივისცემას რომ, მე ვადასტურებ პატივისცემას თქვენი რაღაც გმირი ხალხის თუ რაღაცა შრომის მოყვარე ხალხის თუ ბრძოლის უნარიანი ხალხის მიმართ, თქვენს მიმართ ვადასტურებ პატივისცემას და უკვე შემდგომ ჩაიშლება ხოლმე, აი, შემდგომი აბზაცებია საინტერესო. შემდგომ აბზაცებს სახელმწიფო პროპაგანდა კი არ გვაცნობს, არ გვეუბნება რა დაწერა ოსალივანმა რეალურად, ზუსტ თარგმანს არ გვთავაზობს, სამაგეოდ ქარდზე, რომელიც გამოაქვს ტელეკომპანია იმედს ამ შემთხვევაში, ხელმარჯვნივ არის მოქცეული ეს პატივცემული კაცი, უდაოდ ბატონი სალი გაჩვენებთ ამ ქარდს. პატივცემული კაცი ბატონი ოსალივანი, ხეთ? როგორ უნდა მოვაახლოვოთ ესე, ხო? ოსალივანი, გამოჩნდა? რომელიც სიტყვებსაც კიდევ ერთხელ ვკითხულობ. მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისათვის. დიპლომატიური ეტიკეტის თვალსაჩინოება რა. რათა არ მოხდეს ზმნის დროს მიაქციეთ ყურადღება. არ მოხდა კი არა, არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ზმნის დროს არ მოხდეს მომავალში, არავინ არ აქცევს ყურადღებას. ამათ გონიათ, ანუ იმედს გონია და მის ნაჩალსტვას ქართული ოცნებიდან ცხადია და რუხაძეს არ გულისხმობ.
რომ რაღაი ეს სალივანმა თქვა და ეს გამოიტანეს, როგორც კი ქარდის მეორე ნაწილს აჩვენებ საზოგადოებას, საზოგადოება დაინახავს, რომ ოსალივანი და ეს 1 2 3 4 5 6 სპიკერი, რომელიც ქარდის ამ შემთხვევაში ამ ნაწილში არიან გამოყვანილნი თუ გამოტანილნი, სხვადასხვა რამეს ამბობენ. ამ ნაწილში კი გამოყვანილნი არიან თუ გამოტანილნი არიან, გამოყვანილნი ალბათ მაინც უფრო სწორია, გამოტონი ეკაგი გაური, გამოტონი ელენე ხოშტარია, სხვები და სხვები, მათ შორის გაგვირდებათ და მეც და ჩემი ციტატა ამგვარი სანქციები ვერ ასწნებათ არა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსებს, რაც საკვირველია ვერ ასწნებათ, ამას ვადასტურებ. დამოუკიდებლად იმისა, რომ მე რა კონტექსტში ვთქვი ის სიტყვა, რომელიც აქ არის ციტატად გამოტანილი, არ ვიცი, არ მახსოვს, თვეების წინანდელია ალბათ, მაგრამ ვივარაუდებ ახლა ვიბჯერებ თქვენთან ერთად და მე უკვე ჩემივე ციტატის გაგრძელება. არამედ მათაც, ვინც მოემსახურება აეროფლოტს. დიახ, მე ვადასტურებ, რომ სანქციები ვერ ასწნებათ არა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსებს და ფაქტია, რომ დასანქცირებულნი ისინი უკვე არიან, არამედ იმ პირებსაც, იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოემსახურებიან ამ შემთხვევაში აეროფლოტს, რამდენადაც მახსოვს, ლაპარაკი იყო, როდესაც აეროფლოტის და უკვე შემდგომ აზიმუტის რეისები დაინიშნა საქართველოში და ცალკეულმა კომპანიებმა სულაც არ ითაკილეს ამ დასანქცირებული ან დასანქცირების პირას მდგომი ქვეყნების ავიაკომპანიებთან თანამშრომლობა. მე ახლაც ვადასტურებ, რომ სანქციები მათ ვერ ასწნებათ არავითარ შემთხვევაში. ჩემი ეს სიტყვები, ბატონი ოსალივანის სიტყვებს წარმოთქმულს დასაწყისი გაგვაცდეს ისიც არ ეწინააღმდეგება, ისევე როგორც ქალბატონი გიგაურისა, ქალბატონი ხოშტარიასი, რომელიც პატიმარია, ქალბატონი ლომჯარიასი, სხვებისა. დიახ, ისინიც დაახლოებით ამას ამბობენ, ოღონდ იმედი არაბს და არაბს არ გაცნობთ თქვენ პროპაგანდის მსხვერპლებს, რა კონტექსტში თქვა რომელიმე ერთმა და კიდევ ბევრმა, რა საკვირველია ესა თუ ის წინადადება სანქციებთან დაკავშირებით. ახლა მთავარი ეს ხომ არის, მაგრამ საკუთარ თავზე ხომ არ ილაპარაკებ ახლა ოსალივანს, მე არ მეწინააღმდეგები მეთქი. ამის თქმა ხო არ არის აუცილებელი, გარდაულად აუცილებელი, თან ვინ მომისმენს ისედაც იმ პირებიდან, ვინც ისედაც უჯერებს და მხოლოდ ქართულ ოცნებას უჯერებს, მაგრამ სხვების გასაგონად კი ვიტყვი, რომ ბატონმა ოსალივანმა იმ წერილში, რომელიც გამოუგზავნა ქართულ რუსულ ოცნებას და რომლის დიდ ნაწილსაც მალავს, ქართული რუსული ოცნება მალავს მის შინაარს, არ გვაცნობს ამ შინაარს. ბატონმა ოსალივანმა სხვა რამეც თქვა. და მე კი ეგეთყვით რაც თქვა. ეს არის ეხლავე ბატონმა ოსალივანმა სხვა რამეც თქვა. მიგულეთ რა თქვა. აქ საინტერესოა მთელი სკრინია ამისი, ხო? აი წითლად მონიშნულიც კი. ნახეთ რა თქვა. ესე იგი თავიდან იწყებს აკითხაი დიპლომატიურად, თავაზიანია, ზრდილობიანი დასაწყისია და ასე შემდეგ. და მერე უკვე საქართველოს აძლევს იმ პროდუქტების სიას, ახსენებს და აძლევს იმ პროდუქტების სიას, რომ ჩამონათვალს, მოდი ასე ვიტყვი, რაც შესაძლოა დაეხმაროს რუსეთს, რუსეთის ომის მანქანას და ძალიან გარკვევით წერია, ციტირება ბჭყალი გავხსენი. ამიტომაც გულწრფელად გთხოვთ მიმართავს ოსალივანი, ანუ ევროკავშირი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. აკრძალოთ, მომავალში აკრძალოთ ევროკავშირის წარმომავლობის იმ საქონლის ნებისმიერი რეექსპორტი რუსეთში, რომელიც შეტანილია ESG-ს სიაში მითითებულ HS კოდების ქვეშ. ანუ თქვენ აკრძალეთ იმ ევროკავშირის წარმომავლობის იმ საქონლის რეექსპორტიო, რომლებიც ESG-სიაში არის შეტანილი. ESG-სია კი ძალიან ფართოა. ESG-ის HS-ის კოდების ქვეშ იმდენი პროდუქცია და იმდენი საქონელია მოხვედრილი, რომ ახლა რომ დავიწყო დაახლოებით 30 წუთი ამისთვის მინდა. აი HS-ის კოდების ქვეშ არსებულ საქონელს რეექსპორტის სახით აწვდის თუ არა საქართველოს ხელისუფლება სხვა რომელიმე მესამე ქვეყანას, რომელსაც თავის მხრივ ეს პროდუქცია შეაქვს რუსეთის ტერიტორიაზე. ამას
იმედი და სახელმწიფო პროპაგანდა არ გეტყვით. აქედან გამომდინარე მე გეტყვით ღიად, რომ რა საკვირველია, აწვდის, კვლავ ვიმეორებ, ACG-ს სიაში HS-ის კოდების ქვეშ არსებულ ძალიან ბევრ პროდუქციას, რომელიც რუსეთს სჭირდება იმისთვის, რომ ომი გაახანგრძლივოს და მეტი და მეტი ბავშვი, მოხუცი და ქალი მოკლას უკრაინაში, ამ პროდუქციას საქართველო გაგიკვირდება და აწვის, რაც არ უნდა ბევრი კარდი კონტექსტიდან ამოვარდილი თუ კონტექსტში ჩამჯდარი გამომიქვეყნოს ახლა პროპაგანდისტურმა არხმა იმედმა. ეს არის მთავარი და არა ბოლი იმის თაობაზე, რომ აი თურმე ოსალივანი მიესალმება, დიახ, მიესალმება. ყველა მეხუთე ქარი ხარისხოვანი ქვეყნის რაღაც სტრუქტურას ცნობენ თუ არ ცნობენ, მაგის გადამოუგებლად, ვინც ძალაუფლებას არ ხორციელებს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, მიესალმებიან დიპლომატიური სიტყვებით, ეტიკეტით, ჩარჩოებით, ტკბილი, ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ სიტყვებით და უხეშად მეორე მესამე აბზაციდან იწყებენ ხოლმე იმ თავარის თქმას, რაც გარდაულად აუცილებელია ოღონდ მაკა ბოჭორიშვილმა ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის, სხვებმა რომ არ იციან ქართული რუსული ოცნებიდან, ეს არის თავარი. დიახ, ევროკავშირი არ მიესალმება, ევროკავშირი აკრიტიკებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ აქ არის დარჩენილი შავი, არსებული შავი ხვრელები, რომლითაც სარგებლობს რუსეთი და მას რუსეთს რეექსპორტის სახით შემოაქვს იმპორტირებული საქონელი, რომელიღაც მესამე მეოთხე ქვეყნიდან საქართველოს გავლით და საქართველოს აქედან გამომდინარე უწყობს რა ხელს ამგვარ ქვეყნებს და ამგვარ რეექსპორტს, საქართველოს უწყობს ხელს რუსეთის ფედერაციას ომის წარმოებაში. ახლა გასაგებია, ოსალივანის შესავალი ნაწილი კი არ უნდა გააცნოს იმედმა თან არასწორი ქარდით, არა უკონტექსტო ქარდის გამოტალით, არამედ უნდა გააცნოს სრული წერილი და ყველა აბზაცზე უნდა გაჩერდეს. გინდა დებატი ამ თემაზე? მიუბართავ იმედს. მე მზათა ვარ ნებისმიერ დროს ეს წერილი მოვიტანოთ, მოიყვანეთ ნებისმიერი წარმომადგენელი თქვენს ეთერში და აბზაც გავარჩიოთ ეს წერილი. ოღონდ სიგნალებიც არ ჩაახშოთ ამასობაში რეგიონებში და ქარდები კი არ დამახვედროთ მერე უკვე ეთერის შემდეგ, როდესაც დამარცხდება თქვენი ფალავანი ტატამზე, ანუ ტელეეთერში. და რაღაც პროპაგანდისტური ქარდები კი არ გააცნოთ საზოგადოებას, არამედ ვილაპარაკოთ სიმართლე და საერთოდაც ვილაპარაკოთ სიმართლე, სად მიხავს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, მათ შორის სანქციებზე, რუსეთის დასანქცირებაზე, ევროკავშირის სანქციების საქართველოსზე გადმოუვრცელებლობით, საქართველო რომელ ჯოჯოხეთში მიხავს? ჯოჯოხეთში, რომელსაც ქვია რუსეთის ჯოჯოხეთი. და ახლა კარგადაც თუ ასე ავხსნით, ჩვენ გვესმის, რატომ ეჩქარება ბიზი და ივანიშვილს, იმიტომ რომ რუსეთს სულ უფრო მეტ მარწუხს უჭერენ და ბიზი და ივანიშვილს უნდა რომ დატოვოს ხვრელი საქართველოდან, რომ იქნება და რუსეთს მიეხმაროს, იმიტომ რომ ბიზი და ივანიშვილს თავად უნდა ომის გაგრძელება, იმიტომ რომ ომით ბიზი და ივანიშვილი ხელს ითმობს. აი ეს არის სრული სიმართლე, ოღონდ იმედი, ძვირფასო მაყურებელო, ვინც დაიჯერეთ, რომ ეს სიმართლეა, რასაც ეხლა ან სხვა შემთხვევაში გვაცნობს პროპაგანდისტური არხი, მე გეუბნებით იმედი ამას არ გეტყვით და ხელისუფლება არ გეტყვით, იმიტომ რომ პაპუაშვილი რო იზმორება ესე რას რო აკეთებს, იმიწამიდან ფიქრობს, როგორ წაიკითხოს რუსული, ამდენ კარგად იცის არ ვიცი, როგორ წაიკითხოს რუსული მესიჯები და მერე ქართულ საზოგადოებას მიაწოდოს. მოთარგმნოს და მიაწოდოს და დააბოლოს ეს ქართული საზოგადოება. აი ეს არის სიმართლე. ხოლო ამაზე აზიმუტებზე და აზიმუტის მგზავრებზე, ხო? ჩემი აზრი მაქვს. და როგორ მithქვამს ხოლმე, კი იცით თქვენ. ნახვამდის.